Hello guys, მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნეთ ახალი ვიდეოთი. აქ ერაყმა აზერბაიჯანია აიღო და მე წავართ ეგ ანუ ტრეიდით გამოვისყიდე ეგ მიწები, ასევე აქ არმენია არ მყარა და რუსებთან აქვს ომი და მისადგომი რო არ აქვს არმენიას, ანუ თუ გინდა არმენია დაიპყრო, მე უნდა ანუ ჯერ ჩემი ტერიტორია გაიარო, ჩემი ტერიტორიაზე ვერ გავივლისგანაც ურთიერთობა არ მაქვს საბჭოთა კავშირთან. და მაგის გამო დაცულია არმენია, მაგრამ რო შეუტიოს აიღებს თავისუფლად ტურო საბჭოთა კავშირს ყავს. ადრე ყავდა 60,000 და ეხლა შეიძლება 80,000-მდე წაიყვანა ჯარი. მაგრამ არმენიას ყავს ძალიან დიდი არმია. აი 17,000 ეს მეორე დონის კაცი არმია არის ბევრს უდრის რა. და ცალკე აქ 8520 კაცი ყავს ჩვეულებრივ პირველი დონის, მაგრამ ეს გადაიყვანს თავისუფლად 7 იმაზე მეორე დონის ხალხზე რა, თავისუფლად გადავა. მოდო რაც შეეხება ასევე აქეთკენ დამოვიწყე ვიდეოს ჩართვა წეგან თურმე საქართველოს რუმინეთს ვიღებთ რა და რა ტეტრი წავართ. 30,000 მეორე დონის ჯარისკაცი შევაგროვე და უტევდი და კიდე 9,625 მომყავს დასახმარებლად. და 1000 კიდე ჩემ ტოვებ რა ქვია დასაცავად და იქიდან კიდე რაღაცები რომ მზადდება რო გადაყავს პირველ დონისები მეორე დონეზე, ეგენი არ ვიცი ზუსტად რამდენია, მაგრამ რაც ვიცოდი ზუსტად ეგენი გითხარით. ეს კიდე იყო ცოტა ხანი, იმიტომ სანამ ეს არ აიღებს აი ამას, იმიტომ აქ ამას შეურეპიდაბით ჩავიდეს ზღვაში და აქედან აქ დამარწყას. იყოს აქ დაცვაში. რაც შეეხება ახლა აქეთკენ პოლონეთია და პოლონეთთან ურთიერთობა არ მინდა ცუდი. ისე პოლონეთი ფული არა მაქვს თორე, ისე ფული ხო არ გჭირდება აქ, არ გჭირდება. კი ბატონო, კაი ურთიერთობა მინდა შენთან კიდე ავიწევდი, მაგრამ აზრი არ აქვს, ურთიერთობა არ მომემატება. იმიტომ რომ ახლა ხელა ტერიტორია, მთელი გერმანიის ტერიტორიები ამან აიღო თითქმის, იმიტომ ზოგი ერაყი ნახე აქ რომ ხელაზე გამოსული ევროპაში. ეგვიპტეც ნახე პროსტა. აი ქვეყნები რომლებიც თავიდან სუსტები, რავი, არავის არაფერი გონა რომ ამას მიახსენებდნენ, აგერ უკრაინა ევროპიდან აქეთკენაა ჩამოსული, ერაყი ანუ აზიიდან ევროპაში გადასული და ეგვიპტე აფრიკიდან ევროპაში გადასული. ასევე ერაყი აფრიკაშიცაა ჩამოსული აქ, და საბჭოთა კავშირი ყველგანაა მოდებული. აფრიკა, ერთი აზიაში არ არის მოდებული, არის მცირე აზიაში აგერე. აფრიკა, ევროპა, დიდი ბრიტანეთი მთელი ტერიტორია მაგას უკავია დაჟე. და აქეთკენ აზიაც ნაწილიც აქვს რა. ევროპის ნაწილი აქვს წარმოდგენილი, მაგრამ მაინც გამოდი ახლა კიდე გამიგზელ და დაუბრუნდეთ თამაშს. ფული როგორც შეამჩნიეთ 100 მინუს 153,000 მაქვს. რაღაცა შეცდომა დაუშვი, შეცდომა რა პოპულაციონი გამეზარდა, ავწი მაქსიმალურად გაზრდასკენ და თუნდაც მოითხოვდა ფულზე გამიყვანა მინუსებში, ასაც ქვია. და ეხლა მაგის აღდგენაზე მუშაობთ რა. 11 იყო, ეხლა 12 გახდა, იმიტომ რომ ნახეთ ეკონომიკა არის განადგურებული. ეს ნახე აი აქ შევიდეთ 62 ხო შეუულია მომცეს ამ ქალაქიდან და 0-ს ვიღებ რა, ეგ ნენელა გამოსწორდება დროთა განმავლობაში. აქ 662 ნავიღო და 400 ვიღებ. აქ თბილისში ძალიან კარგად მუშაობს, აქაც ეგრე ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ აი აქ ნახე 120 ვიღებ. აქ 700 მე კარგად არის. აქ 500 და ეგენი კარგად არის და ყველაფერი უბრალოდ ძალიან გაწითლებული. აქ 1270 ნავიღო და 1000 ვიღებ. ეგ ჩემი არ არის, ეგ ჩემი არ არის. აი აქ ვაფშე არ ვიღებ, მაგრამ ძალიან დავალე და ეგენი და თუ ეგ ჩემი არ არის. არა, ესეც არა ჩემი კაცო. აი ეს არის ჩემი. აბა ეს უეჭველი ჩემია კაცო ეხლა. აქა 1000 მაგალითად 800 ვიღებ და ეგ ნენელა გაიზრდება რა, თვითონ გამოსწორდება, იმიტომ ომის პერიოდში და მინუსებში მიყავდი, მაგდროს ძალიან დამაკლო. აქა
აქ კარგად ვიღებთ სამაგიეროც. კაი, ეხლა მოდი გადავიდეთ, თვითონ აქ რა მოხდა გავიგოთ. ოპა, ძალიან კარგია. ერთი ეს მაინც მე დიპლომატიაში შევიდე და აი ეს რასება. აი შენ რასება. კარგი. არავისთან არაფერს ასვება. ხორვატია, ნორვეგია რა შვება, დიპლომატია, ნორვეგია, ის არის? სადა ნორვეგია, განადგურდა? თუ შენი გამასწრო. რა გერ არის? პოლონეთი ყოფილა. ფინეთი ძალიან დღეში აღმოჩნდება თუ რუსეთთან ომს დაიწყებს. იმიტომ რომ ძალიან შეძლებელია რუსეთი მაგის გარშემო ტერიტორიებით რა. კაი, მე უფსელიერსაც მივადგებით მანდ. მაგრამ ჯერჯერობით მაწყობს რომ აი ეს ტერიტორია ავიღო, რადგანაც ხალხი შემეძლება უკვე გადმოსვა აქეთ რომ უსაფრთხო ტერიტორიებს შექმნა. იგი ის ყოფილა, მაშინ ეს უნდა ავიღო. იმას პოლონეთს ვიყავდი შემთხვევით კიდე კაი ომი არ გამოუცხადე. ხელი არ მომიხვდა რომ ისევ როგორ უნდა გამოუცხადო. აქაც მოვგადადი, ამებს ზოგადად არ ვანადგურე, რადგან ჩემზე ძლიერი არ არის და არ მინდა ეკონომიკა გამოვნადგო, იმიტომ რომ მე ფული არ მაქვს რომ როგორც ხედავთ წამოვაყენო ისევ ეგ ეკონომიკა ფეხზე. ეკონომიკა არის აქ საჭირო, იმიტომ რომ ნახეთ მე რომელსაც ფული მინუსებში მაქვს წასული მართალია ატომური ბომბს ვამზადებ 4-მდე ამივიდა ატომური ბომბი სხვადასხვა წეღან გერმანიამ დამობა უკრაინა ებრძოდა გერმანიას და მეც გამოუცხადე ომი და მართალია ვაფშე არ ჩამირევი ორი ატომური ბომბი ესროლი და მთელი არმია გაუნადგურეთ მაგის გამო მე უკრაინამ ვერა მაგრამ ერაყიც ებრძოდა სხვადასხვა გერმანიას ციფადი გაადრო აი აქ ტერიტორიები გერმანიას იყო აი აქ რაც მოჩას ხაზის ქვემოთ აი ეს ანუ რაც მოჩას რა აი როგორ განახოთ გერმანიის იყო და თლიანად ერაყმა წაართვა და აგერ არის მიჭუჭმული ეხლა გერმანია მაგრამ ეხლა მშვიდობა აქვს რა უბრალოდ ნახე როგორი მშვიდობაა ეს რა დატოჩების გატკაცუნება იყო თუ რაღაცა ეგეთი კაი სამსვლაში ვიგებთ რა და ბარემ მოუ დავაწვეთ ამას და პირდაპირ გავუშვათ ეგრე ტექნოლოგიებს შევისწავლეთ ასე იგი კონფლიქტებზე გავუშვათ. დაგვრჩა მარტო ეს ორი ასე როგორც მე უგვირდები და სიო. ყველაფერი ნასწავლი გოს დანარჩენი. ეგორიც მალევე იქნება. კაი, ახლა ვევიზავ დამაცა. გადადიმანდ 50%-ზე ბიჭო ეს რა არის რომანელი არის 63,000 რა თქმა უნდა ეხლა მაგათ დაპყრობილი ტერიტორია მაგათ წავარჩი და რა იქნება Probably possibly ნახე ეგ არის დისკაუნტები ჩამოვიყვანეთ 40 ანუ ტექსინგი ასე ეხლა ასე მინუსებში გამიყვანს ნახეთ ეხლა მოუდათ კრედებსაც არა მაინც პლუსში ვარ 3,000-ით კაი ეს აჯანყება ტრიქენი იქნებ უფრო შემოსავალზე გამიყვანოს მაგრამ რო აღარ ჯანყდება ასე იგი რომანიას შევხედოთ აბა ეს ერთია ხო კი ბატონო მაწყობს მაშინ თუ ერთია
პოლონეთს არ მინდა დავარტყა, კაცო, პოლონეთს ასე უნდა დავარტყა. ასე იგი რომანიას რო ავიღებ, მე პირდაპირ ბულგარეთს შევუტევ რა, ეგ არის ჩემი გეგმა. რა არის შენი გეგმა? რა არის შენი გეგმა? ეს არის ჩემი გეგმა. და მე ანუ მოიცა. ბულგარეთს შევუტევთ ერთიგან. მომიწევს ჯარის განთავსება მეორეგანაც და მესამე მეოთხეგან რა. და დედაქალაქი თან ის არის რომანიის. კარგი. სანამ ისედვე არ გამოვალთ, მაგამდე არაფერი არ გამოგვივა. ატომური ბომბები, რა თქმა უნდა, მზადდება, ეგ საბჭოთა კავშირზე გამომადგება. 1-10 წელს ეგრევე დავახლი, მერე კიდე 5 წელს და მერე კიდე 5 წელს რო თელი არმიები თავიდან აწეყოლება გაუნადგურო, მერე 5 წელს იმიტომ ვაყირო რაც კი არმიებს შექმნის მერე გამონადგურო და მერე კიდე 5 წელს იმიტომ ვახლი რომ რაც კი არმიებს შექმნის ეგეც გამონადგურო. Career increase number of class when you are soldier or an officer, take away food and the belong of civilian neighbor. Repression in the army. Kairas. Da VIP territory. მშვიდობა იყოსო გთხოვოდა შემინარჩუნე ესო. მოიცა. ვასალად ვერ ვაქცევთ, მოიცა. რომანია, ნუ კენუ არა improve election installed ugly არ გვინდა. ეხლა არა, თვითონ შემოთავაზეს მერე კი კაცო, მერე შეგვიძლია. გაროჩე მაშინ ასე ვქნათო. ანუ შენი იყოს დაგიკანოს მაგ ტერიტორიაზე და არ გამანადგურო. და ანუ ვასალი ვერ გავხდი. ანუ ეგრე თუ შემოთავაზეს მაგდროს დავთანხმდები ვასალი გახდება ჩემი? ანუ იცავ მე ბულგარეთზე ვთვი თუ კიდე შემოთავაზეს ბაზარი არა დავთანხმდები. იყო და რა უჭირს. კიდე აბა აქ რა ხდება უკრაინა არ მინდა ერაყი ასევე შეგვიძლია თავ დავესხათ აგერავს კიდე ბულგარეთს ანუ აქ თავის დავესხა უეჭველი უკრაინა იმასთან კი შემდეგ გადავიდე თავისუფლად ეგვიპტე იქ გაწყავს ბულგარეთზე იმასთან ვერ მივალ იმასთან მივალ რავი კიდე სადაა ტერიტორიები არ ვიცი მაგრამ მაგებს გავიგებთ რა კაი დავაწვით ატომური ბომბი მაგარ ბერს ვაკეთებთ ახლა და რაც მაწყობს ატომური ბომბი არის ჩემთვის ახლა ყველაზე დიდი იარაღი რადგანაც ნახეთ რატომ ვიძახი მე -100,000 მოქვს მინუსში ფული და ამ დროს კიდე აი საბჭოთა კავშირს შევხედოთ დავაწვით ფული -21,000 მისდის მაგრამ 1,343,000 აქვს უკრაინა 2,292,000 პოლონეთი 1,230,000 დაჟე 60,000 ემატება კიდე ერაყი 4,899,000 და 22,000 ემატება ეგვიპტე 230,000 და 10,000 საკდება უარ მიღადებული ეს რუსეთია კაცო დაანები თავი რა საფრანგეთი 12,000 და 48,000 აკლდება ანუ საფრანგეთი ცუდ დღეშია რა ესეც მაგარ ცუდ დღეში იქნება ეს ამაგის ნახვა არ შემიძლია მიმაქვს მაგასთან please რო უთხრა საწუნ ტერიტორიები რომ არ მინდა ამასთან აჰა become vassal აი თუ როგორ ხდებოდა become vassal from a new independent control Belgium ეს მომეცი და ეს მომეცი მეთქი
independent. გასაგებია. ანუ ვასალ ჩემს გამეხადა და ეს ტეტრო მიეცა. აუ რა კაი იქნებოდა მე და ნახავდით რა შეუძლია ვასალს. აუ შვიდობა დავდე ისე? თვითონ შემოთავაზა? თვითონ სამთავაზოს ვასლის ის არ შემილია, ხო? იყოს იმიტომ რომ შენი რაღაცა ახლა უკვე მე შინია იმ ხილო ატომური ბომბი არ მესროლს კიდე ორჯერ მესროლა თან იცოდი. ერთხელ თბილისსა ჩამოვაგდო, მეორედ კიდე აქეთკენ სადაც არმენიასთან. და სხვათა შორის გამიკვირდა, იმიტომ რომ მოსახლეობა დამიზიანდა, დამეხოცა შემიცირდა პოპულეიშენი. მაგრამ არმია ვაფშე ერთის არ მომგვდარა. და რატო არ ვიცი, როცა არმიას ხოცავს უფრო მეტად ვიდრე პოპულაცია, ანუ ქალაქებში მოსახლეობას. კაი რა. აქ ჯარი დამახედე, რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება. იქ 7000 ხომაზე, კი ბატონო, ეგ იყოს მანდ. ეს ჩავსვათ პირდაპირ აქ. ეგრე გავუშვათ ეგრე. მერე can moving და შევსვათ ანდა იყოს აქ აქენ პირდაპირ იქ დავწყებთ 2000 იყოს მანდ აქეთ რა ხდება აქეთ 3000 ხოა და moving-ი პირდაპირ აქ ეგრე აქედან იქ დავწყებთ და შევსვათ თითქმის ყველა მხრიდან შეუტიო ასევე can move მოდი გავაკეთოთ და აქეთკენ გავუშვათ ნახევარი ეგრე 5000 და დანარჩენი 6000 კიდე გავუშვათ აქეთ რომ რაღაცა უზარმაზარი არ შემიქნას ამან აქ როგორც ხდება რუმინეთი გავანადგურეთ უკვე აღარ არსებობს ჩათვალეთ ასევე ახლა მაინტერესებს შემდეგ ბულგარეთის მერე კიდე ვისთან შემილია ომი ვაწარმოო ბულგარეთის შემდეგ შემილია ომი ვაწარმოო ეგვიპტესთან რო ვაკეთებდი რაღაცას ურთიერთობა როგორ არის ეგვიპტე მაინტერესებს ვისთან აქვს ურთიერთობა ეგვიპტეს აქვს საფრანგეთთან და ბულგარეთთან ძალიან კაი ურთიერთობა. ან ბულგარეთს ომი დაუწყო, დიდი შანსია ეგვიპტემაც ომი დამიწყოს. რაც მაწყობს, რადგან შემდეგი ოპონენტი ეგვიპტეს ფიქრობდი. ხოლო შემდეგ ვაპირებ ხორვატიას დავარტყა. სამეფო ხორვატია, სერბეთი და სლოვაკეთი. იმიტომ რომ მინდა მაგით ცოტა შემოსავლე მერე მაგას მიხედავ, შემოსავლეს გავიზრდი. მაქამდე უკრაინა რავი ან პოლონეთს დაარტყავს ან იმას პოლონეთს დაარტყა მაწყობს ბელარუსის ხალხთა რესპუბლიკაო პოლონეთს თუ დაარტყეს მაწყობს რადგან აქ ტერიტორია მაქვს და ეგრევე ჩავერევი და ურთიერთობა გამიკეთდება თან მაგასთან ისე მოიცა ანდა ეგ მერე იყოს ბულგარეთ მაგრამ სანა ბულგარეთს დავარტყავ მაქამდე მინდა ეგ მოიცა can move მოდი ეგრე და შენ გადადი აი აქეთ მანდ გადადი მიდი და პირდაპირ და არტყა იმას თავისუფლად გაიტან ხო კი ეხლა შენ მანდ მოდი შენა moving და წახვალ პირდაპირ მანდანა ომიხვალ მე მანდანა გეტყვი როგორ უნდა გამოიქცე მანდანა კაი ახლა აქეთკენ მაინტერესებს აი ესენი რაშვებიან დამატება არ შემილია არმიის და არმია კიდე ნელილა მეხოცება small move გადავიყვანოთ იქანა შენ არა აი შენა ეხლა შენა მოუ გადადი იქა და აი 3750
კაი. ფული გჭირდება მაგრად, რა გავყიდო? აუ ეგრე ვერ ამოიღე. მოიცა. ერას აქვს ძალიან ბევრი ფული, ხო? კაი. ტრეიდინგ, საერთოდ ტრეიდინგში შევალ. შევხედოთ აბა, ეხლა მე რა მაქვს ყველაზე მეტი რომ თლიანად გავყიდო. ხე რა თქმა უნდა გავყიდი. კინასაც გავყიდი. აუნც 1000 გავყიდი მარტო. ხე გავყიდოთ თლიანად. ეგრე 7000, აირონი გავყიდოთ 500 ეგრე. სტილი რამდენია ვნახოთ? აჰა, გავყიდოთ ეგრე. გოლდი რამდენია ვნახოთ? აჰა, გავყიდოთ ესე. და მისგან მოვითხოვოთ, რამდენს მოგწევს აბა? უი, ძალიან ბევრი. ცოტა სხვა არ მაძლევ. კაი, მოიცა. ოილი რამდენი გვაქვს? 1800, ხო? 1800 ძალიან ბევრია. ამიტომაც იყოს 100, 1300. არა 800 დავიტოვოთ, მოდი. იყოს ეგეც 900-მდე. აი ბარე მაგას გავს, მაგასაც ვიყიდი მაგ უთხს. ნუკლეარ ბომბი გაქვს, რამდენი გვაქვს? 5. აჰა, მოდი. მოიცა ეს რა. ხო, გემების 3 შეგვიძლია. ნუკლეარ ბომბს მოგცემ ძმა 5 კიდე დამატებით, თუ გინდა. და კიდე რას მოგცემ? ტყვია წამალს მოგცემ 9-რად. კაი იყოს ეგრე. უი. და ეხლა მაინტერესებს რამდენ მოგცემ? 2 მილიონი არაო. შენ ხო არ გაგიჟდი 2 მილიონი როგორ მოგცეო? კაი, მაშინ აჰა, გოლდი გავზარდოთ. ეგრე გავზარდოთ გოლდი. ეგრე გავზარდოთ ოილი. ოპ. აჰა. და მილიონს გვაძლევ, ხო? კი ბატონო, 900.000 დაგვრჩება. რა მოვიქაჩე და პლუს 43-ში გამიშვა შენ გენაცვალე ერაყო. ძრავად თქვა ცოტა სხვა რაიად გამოდის, მაგრამ ფულში მაგრა წავიდა წინ რა გინა ძმა. აქ მივხედავ ძმა ტერიტორიებს, ამასთან ომები მორჩე, ბულგარეთთან მორჩე ომს. აგერ უფსენებს დაუწყებ ომს და მაგასაც მორჩები და აი აქ ტერიტორიებს მივხედავ ვიდეოს გარეთ. ავი ეკონომიკას შევეცდებიო მაქსიმალურად ავწიო. თან ახლა ნახე. აქ ურანიუმი საწავედით. ურანიუმი ქონია, ნახე თან ორმაგი. ეგ მაწყობს. რესურსებს შევიდეთ. ოილის თუ გაქვს, ოილიც მაწყობს, გაყიდვებში გამომადგება ხოლმე. არის ბევრი ოილი თან. კინაც მაწყობს თუ არის, ყველაზე მეტ კიდე ოქრო მაწყობს. ოქროც ეს არ კინაც არის. ოქროც ბლომათ არის. ანუ ეგ ძალიან მაგარია, იმიტომ ძალიან მაგრა განავითარებ ახლა ესა რომანის ტეტოდებს. ასე ბულგარეთზე დიდად არაფერი არა აქვს, როგორც ვთქვი. ოილი აქვს მარტო, კინა მაინტერესებს. კინა კაი ბლომათ აქვს. ანუ მაგიტო ძალიან მაგრა გამოიყენებს. ინდუსტრიალიზაცია კი არ ქართლებს გაუშვებ ეგრევე. ხო არ ვიღადავებით ეგეთი რამაი. კაი ახლა
დავსკიპოთ უცებ просто რეებს აღარ გავაკეთებ ეხლა ფული ამოვიქაჩე აი გატყوار მომფიქრი და აქამდე გამეყიდა იმდენი რაღაცა მქონდა ხეთყე 7000 მქონდა მაგებს უცებ ამოვიღებთ კაცო ხეთყე ისეთი მარტივია 450 ეგრევე ასი ძახი ასე 7 ოპა რაღაცა იარაღი გაუშვეს რომელიც რამდენი დაიხოცა ჩვენგან 115 ვაუ ყოჩახ ჩვენ ასე იგი ჩვენ გვინდა ეხლა აქ აი ეს არეა რომ გააკონტროლო მთლიანად ეგრე მოვინგ და ნახე არა ჩემო ძმაო მანდარა მოდი მივახლო და ასე უფრო მარტივად გავაგებ რომ უნდა წავიდეს აი ამ ზღვაში ეგრე მან წახვალ მანდ ჩაჯდები გააკონტროლებ მთლიანად მაგ არეალს ხოლო ეხლა შენ ბატონო ჩემო რომელიც ხარ რომელიც იყავი პრინციპში მანდ რაც შეხება ეხლა აქეთკენ რა ხდება აბა მილიონამდე კი ავედით ფულში просто რა გავყიდე ეგეთი აზრი არა ვარ ეს ეხლა დაჟე კიდე უფრო მეც დავწერე იმიტომ რომ გოლდი რავი რა შოულოთ მაგდაერო 22-ო და ერთი სამწალ გოლდის ფაბრიკას დავდგა კიდე რა ანუ გოლდი რო ფულად გარდა ქნას მაგ ფაბრიკას თორე ქარხანას თორე სხვა არა ეს ერაყია ეს ბულგარეთი აი სანამ ბულგარეთიდან დავიწყებ ომს მაქამდე მე მინდა აი ამას აი ასეთი რაღაცა შენ ვიდი ცოტა ჭუაზე ხო ომის ვისანა საქმე 3000 გაუშვეთ ეგრე ათი 7 ათი შენი სადა ხო ისა 2000 უნარი 300 ეგენი ზოდები ნახები მან შენ ასე იგი შემდგ ფლაზე ახლა სამოხალ ოპ შენ აი შენ მოვ ორი გადმოდი ეგ აუ შენ არამეთი გასო მე კიდე რანტი მოკლა ვეცონი არ მინდა გასო მოვ ამას ბატი და გადმოიყანე მან მერე აქა Cordion novo გადავიყენებ მოდი ბარემ ესენი ამოწუროს აქ და მე გავუშვი ეს რა არის ჩვენ გვჭირდება კრუსერი ჩვენ გვჭირდება ბათელშიპი our museum has an old ship of good quality we can upgrade it and get a modern ship almost for free but bro არა გემები ბრძოლა არ გვინდა, აი ჩვენ გვინდა ეგ. უი, ხო, ასევე ფული გვაქვს ახლა ძალიან ბევრი. ხო? კი, ეგრეა. მე ახლა რას ვაკეთებ, კაცო? ამას დაატოვე და build. გაუშვათ ერთი 30. და ამას არ გამოვიყენებ, კაცო, დამანebe თავი, ამას გადავსავ ეგრევე ხე გავვითავ და ფულით ნენილა იზრდებოდა, ნახე? და შენ მაინტერესებს ახლა ხოის გამო ეგრე აბგრიდ შედი და აბგადა. შიფი არ დიარა გო ჯერ არ არის ეგ მეორე დონეზე. მაგათა ხო გან ბილდინგი ორგანიზაცია
მოდი აქ გავაუქმო. აი აქ. ორგან აქ ნახა რა თქმა რავი რამე საჭირო გახდება მე ხომ იავი დიდი არაფერი არ ღირს ახლა ესა მე გავაუქმოთ და მაგის მაგრო წამო გავუშვათ ნუკლარიოსანი გავუშვათ 32 იმას მომკლებს მაქვს 58 იმას მომკლებს ეგ არ მაქვს და 3 იმას მომკლებს ეგეც არ მაქვს სამი დროს არ მაქვს population-ის ხრივ რა ხდება მოიცა small town building population-ი არის საკმარისად გარნიზონიც არ მინდა ამაზე რა შეგვინდა ხო კაი ამ მაგას შემდეგ სხვაში დავბრუნდები რა კაი გავაკეთეთ რა ახლა და რა როგორ განვითარდება ვნახოთ აუ დამავიდა ომი გამომეცხადა იმის თუ ახლა გამოვიხო კაი არა უშავს რა თქვენ ხომ არ მეღადავები ბიჭო Big City მოუ პირდაპირ გაუშვი აქ დროზე მოუ ასე იგი მარტო აქ შეუულია ამას ხო თუ მე ჩამოხლო აი გასაგებია დროზე რა ამბავია რა არის ღმერთმა გამრავლოთ ბიჭო რა არის ესა რავი ძმა აჰა ამასაც კი ვიზავ რეკრუტი და 2000 გამოვიყონეთ ის შენ არა კაც გამოდი რო აქ როგორც ვატყობ მე მოსახლეობა არის მაგრამ გამაყენე აქ არ არის მოსახლეობა სამერია აი მოდი უთხრათ ამას ომი ეგრე ვა და აი გემები რო ყავდა ავტომატურ ბრძოლა დაიწყეს და რამ ხელა რამდენი გამინადგურეს ბიჭო მოუწადი 7000 ეგრე მე აქეთ 13000 რითი გადაუფარო ასმენები არა კაცო ვაუ ამათა საბრძოლელი ძალა საერთოდ აღადამჩება მე გასიძახი ბულგარელები აქ უნდა ვიმუშაოთ ამას ვუწევ ხო კაი მაშინ რეკრუტ შევედით და აუს გამბევრიო აი სადღაც 9000 ასე თქვა 100 არ გინდა ამედი იყო 9000 30 და 60 პრინციპში რა კაცია ხალხი 23000 შეება ხო population აი ვიცი რა კაცია გაუშვათ population-ი ორგანიზმად მაღალი უნდა გაუშვათ აი ეს ნაგებობა რომელსაც აქვს ბილდინგი გასაგებია იმას ახლა ვიმოხმ ბილდინგი აქტივიდეთ მარიახეზე დავაწყეთ მერიაქ ბილდინგ დავაწყეთ მერიაქ ამას დავაწყეთ მერიაქ აი ამას დავაწყეთ და 1 და 2 და აქ რა ხდება ისე ის გავაძლიერო ხო და max level ხო რაღაც ძლიერდება ანუ რაღაც სწავლობ web concept სწავლო no problem let's do again აგერ არის კონსტრუქტორი სტუდიოზე ეს კაი მეორე გიყოლება აქ პერისლავის ტერიტორიაზე აქ ასევე ესეთ გოგონით გავაძლიეროთ მეთი იმათა ეს
კაი მაგებს მე მივხედავ. ფული მაგად ხარჯება. ასე გაქრათ ყავდა რეკრუტი გამოიყვანეთ, ხო? რეკრუტ არა, კიდე შეიძლება 19-ის გამოიყვანოთ. რაღა დარჩა? არა ძმა, მაერე 19-ის გამოიყვანოთ, პოპულაცია აღარ დარჩება. არ მინდა გამანები თავი, მაერე 19-ს გამომაყვანინე. მაგას როგორ ვიკატებ? მე როგორ ვიკატებ? ხო, მაერე 19-ის გამოიყვანოთ. აქეთ 19-ს გამოვიყვანო, დარჩება ისა. 19-ი. ამდენი არის 19-ი და გამოვიყვანთ 19-ს დარჩებიან 36-ი. აი აქ ხდება. ბილდინგი არ გვაინტერესებს, აი აქ უნდა რეკრუტი, ხო? 41,000 და 119 ამდენ გვაქვს. ოქროებში თუ არის გამოვიყვანოთ და 39,000 ჩამოვიდა. თუ არ მეღადავები. აქაც მოდი რაც არის ბარე 33 ხუა. ვადლებში 19,000 გამოვიყვანოთ და რამ დაგარა 4,000 დარჩა. და პოპულეიშენში რა გაწიწდა ესეც და შენ რა შენ თან პოპულეიშენში გამოსანა. შედი აქ ბილდინგი აქ აუწია და აი აქ და ნავატერია ფერმაში this population growing in the province-ში ანუ ფერმა this population this province-ია ვიღარ მაგრამ პოპულაციას უდისო ეგავიე რა ხდება სხვა ვერა ანუ იქნეს გაზრდა და პროვინციის გაზრდა, მაგრამ ორი რატო გამოყენებული პოპულაცია საშინელი დღეში გვაქვს ასე იგი აქეთ პოპულაცია სხვადასხვა 60-მდეშიც კაი 60,000-მდე იქნება ხო იქნება 2000-60,000-მდე არის პოპულაციაზე რამე უნდა ვქნათ კარგი. ისე რა ხდება, აბა დავიწყოთ უკვე ომი. მასთან კი ომი დაწყებულია. ყავა მოწრუყოთ. რა კაი ამ წარე ყავა, უშაქრო მწარე ყავა. იქ რა თქმა უნდა ვიცოდი წავაგები. 1270 გავწერდა 5727 მოუკალით, რას მეუნდათ 11-ზე ჩაუშვა ზღვაში. ეგ არ მაწყობს სიმართლე გითხრათო. კაი, მოდი ახლა უცებ ბილდინგი CG მაქსიმუმ ზაყენე, მაგრამ ეს ვერ დაგვეხმარება, ამიტომაც მოდი ახლა უცებ ასეთი რაღაც ვქნათ. ლიმესის კედელი ავაგოთ, აი ამათ ხარეს. რომელიც აშენდა, ხო? და ხო, აშენდა არ აშენებულა? აშენდაო, მე ეგრე გავიგე. მან და რა კაცო, მაგაზე როგორ იქნება კაცო? მევთავაზე დადე. მიხედე. შენ თუ დამტაკდები ვასწავლობაზე. თავხდება დაჟე. ცოტა ხანი მოიცა. აქ ტეტორს დაგახმარ და მე გეტყვი. აი ამასთან მინდა. ორი ტერიტორია აქვს, ბაზარი არა, მაშინ ბილდინგ. დიდი არაფერი არ არის, კაცო, მეთქი დიდი ისა, უბრალო არმიები, რომელიც მალევე განადგურდება. კაი, ახლა ეს 6000 ხوار გავაგზავნე იქით. ეგრე მოგვიწევს, იმიტომ რომ მაინც თავი დავიზღვიოთ, ტერიტორიები აღარ წაგვარდა ზეკიან, იმიტომ რომ ის თერმინტები და რას იზავს მეთმაითის. ამიტომ თავი დავიზღვიოთ რა და ამას მე რამდენი სვლა დამჭირდება, მაქსიმუმ 3 სვლა დამჭირდეს ისე ამ პოზიციებზე გავამაგრო ესენი რა. ამიტომაც იყოს მოდი ეგრე რა.
ექნები და აი მასალები ახლა აუ 500.000-ზე ჩამოვედით ხო არ მეღადავებით ნახე 45-ას რო ვიღებდი 45.000 შემიწირდა ეგ რატო შემიწირდა ახლა დაჟე კიდე ახლა 38.000-მდე რატო აბა აი აქ რო შეხვალთ თაუნში კი არა ქვეყანაში მე დააწევით ამას მე აქ ეკონომიკაში შეხვალთ ნახე პროვინციებიდან ვიღებთ 62.000 გადასახადებიდან 19.000 ბილდინგისგან 47.000 თუნდაც გამოდის 151.000 მაგრამ ჩვენ ხარჯავთ ამ დროს 10.000 ადმინისტრაციაში და მაგაში ხარჯავთ 10.800 ხოლო არმიაში ჯარში რომელიც იმდენი გამოვიძახე იზრდება ამჟამად ხარჯავთ უკვე 20.000 და ბუჯეტ რავი როგორ სპენდინგში 27.000 და გამოდის 58.000 ანუ 150.000 ვუაკლებთ 58.000 გამოდის 82.000 მაგრამ 82.000 როგორ გამოდის 151.000 გამოვაკლოთ უფრო მეტი რომ გამოვიდეს წესდარით ახლა მეზარება გამოთვლები თავში მაგრამ უფრო მეტი რომ გამოვიდეს მაგრამ რაც 100 მიწეს ეგ არ მაგრამ აქ კიდე 38.000 ვიღებ რაღაცა ეს თამაში უგერავს მე მგონი მაგ ხრივ სიო ეგ არის ყველაფერი შესწავლილია ყველაფერი ნასწავლია ამას ყიდვა არ შემიძლია ხო ამას მოიცა ამის ყიდვა არ შემიძლია ხო თუ მოვეწუნებათ თუ მოგინდებათ და დავიღებ ამას შემდეგში და იგი მაგასა სამგარიან შეგულეს აცოჭი ვიყიდი მაგას და მედია დაინფასდება ეგ და გამოიწეს ჩემი ახი და ლაიქეთ ეს ვიდეო რადგან ეს მოდიშით ამით თქვენ არც არ კარგავთ თუნდაც გადახდა არ გიწევს ჩემი ახი გამოწერაში პირიქით ამით მაგდეთ თქვენ мотиваციას და გავაგრძელო თქვენთვის ვიდეოების გადაღება ყოველთვის როცა ვაკეთებ თქვენთვის ამ ვიდეოებს და იქ გამიხდა ასე იგი ეხლა ნახე რა ხდებაო ეს 5.000 უცებ წავიდა მიეხმარა აქ ეგრე არა შენ წადი მან და შენ წადი მან კაცო თუ ამოხოცავენ პირველი იმათ ამოხოცავ და შენ ეხლა ამოხვალ აქ ამოვა ასე იგი სადღაც ეგრე 1000-მდე და აქ ამოვა სადღაც ასე ეგრე რა $30,000 გავუშვი არმია დავამატე 9,000 ანუ 29,000 მეომარი თუ დავამატე მე თუ ის 10,000 სად გავუშვი არ მახსოვს ამგონი 1000 დავამატე ანუ 40,000 რა მეომარი იყო და თითქმის უკვე აღარც არის ანუ რამდენი ამოეხოთ კიდე გვიტევენ ძმა კიდე გვიტევენ 15,000 აგერ მოვიდა ამათთან გავუშვათ 2,000 ამათთან გავუშვათ დანარჩენი 9,000 და პლუს ეს
აბა აქეთ ხდება როგორც გითხარით ის 12000-ის გადმოუშვი აქეთ გამოვაგზავნე რომ აქ დახმარება დაგვირდეს აქ იქნებიან რა ნახოთ აბა რა იქნება 23000 იგობს კიდე მოკლდება უეჭვზე უეჭველი სხვა გზა არ კიდე უნდა მოგვაყრდეს ფული არ განიხდენ ჯარი ივსება და არა გაიზარდა ეს ტერიტორია ავიღეთ ამან ცოტათი გაგვიზარდა რა ყენია შენ არაფერი დიდად მაგრამ აქეთკე მაინტერესებს რა ხდება აჰა უკვე დასრულებულია ტერიტორია ავიღეთ ფული მოგვიმატა ორი ტერიტორია ავიღეთ ერთდროულად აქ რა ხდება აბა ბილდინგში ეს ყოფილა თურმე აი მარტო ოქროს გიმატოს პრინციპში რა აზრია მეგრე ignore ამ ეპიზოდს აქ დავასრულებ რა თქმა უნდა იმიტომ რომ დრო აღარ აქვს ფაქტურად მონჯერე სავიღოთ და ვასალი გავხადოთ ჩვენი რა ეხლა პირიქით უფრო მეტი პოინტი გვექნება და ვასლობას შევთავაზებთ თავისუფლად ეგ არის 10000 გვაქვს და კიდე აქეთ გვიგზავნის ხალხს სასმეუნელი აბა მოდი ეხლა შევხედოთ ეკონომიკას ადუ აქვს ყველაზე კარი რესურსებში რა აქვსო რკინა არ აქვს გოლდი აქვს ოილი არ აქვს ურანიუმი არ აქვს კარგი გავიგეთ ეკონომიკის მხრიდან კიდე აქ ყველაზე კაი ეკონომიკა აქვს საგანაც 1800 იღებს აქ 450 კაი გასაგებია ეს გავთიშოთ მონდი და პირდაპირ შევთავაზოთ აქ place-ში მერი აქ become vassal გახდე ჩემი ვასალი რა თქმა ნახე მეუნება ეს წავშალოთ ამჯერ მაინც ურ გავხდები კაი თუ ეგრეა მაშინ ეგრე იყოს და აჰა ეს 800 აქეთ გავაგზავნოთ უცებ ორი წუთის საქმე მეტი არა უცებ ვიზავრო ეს ორი ტერიტორია წავათა და ხო გითხრათ 2 წუთის საქმეა მეთქი რა ეს ტექნოლოგიები აღარა მაქვს ყველაფერი და გაჩა ეგ საწყლად ერთი ტერიტორია და ეხლა მომხედე შენ ბატონო ჩემო თუ არ გინდა განადგურდე place ჩემი available ნახე აქ შენ მოგცემი ამას და ნოლი გინდა რომ გახდე ჩემი ვასალი ხო ბაზარი არ არის მაგორს დაგიბრუნებ შენ გახდები ჩემი ვასალი ესე არა ხარ ხო თანახმა აქ კიდე ასმეუნოდა დემიტალიზის ზონა გახდი ჩემი ხო თუქს ბინზე თეტორე ფურო ფორტიჩი დემიტალიზებული ზონა ესო და უთხრა
ჩეინაზე country money is the amount ეს რაღაცა ეგ ცოტა არის და ეს ორი ტერიტორია მაშინ წავართვათ და მივცეთ და გახდება ჩვენი ვასალი ამაზე თანახმაა და ეგ არის მეგობრებო ეგა და ეგ არის სიო გახდა ჩვენი ვასალი აქ მე შემიძლია თავისუფლად შენობები ანუ ამაშენო და ეს ჩვენზე იმოქმედებს რა თქმა უნდა აგერ 2000 ემატება ძმას გახდა ჩვენი ვასალური სახელმწიფო ამას არავისთან აქვს ომი იქით აგერ ერაყთან უკრაინასთან გახდა ხო აი ჩვენი ვასალი რადგან შემიძლია ქავაშინო ყველაფერი უკრაინის იმასთან ალიანსია როგორც რატომ იმიტომ რომ მე მაქვს მაგათთან ალიანსი ეგ ჩემი ვასალია მოდი მანდ მე არ მოქმედებ ანუ ვასალი რო მაქვს ტიპი ნახე რა კარგით მეგობრებო როგორც ხედავთ აქ ყავს 12000 ეს მომენტად გამოვიძახეთ უბრალოდ ანუ იმ 39000 თქვა 39000-დან იმიტომ 30000 თავიდან წამოიყვანე და მე 9000 დავუმატე და მე 10000 გამოგზავნე თუ არ გამოგზავნე ეგ აღარ მოხდა ანუ გავდის 39000 გამოუშვი რომ დამეპყრო რუმინეთი და ცალკე აი ეს ტერიტორია და დამეხოცა მაგ ყველაფერში 28000 მეუმარი 28000 მომიკვდა და ნამდვილად 11000 ეხლა 12000 მოყავს დასახმარებლად და კიდე იქნა გამოუშვებ ჯარს აბა ჰედაბო შევხვდებით შემდეგ ვიდეოში peace მომავალ შეხვედრამდე